სახელი და მამისა და დაძისა და სულის და წმინდისა. დღეს დაგეთქო სახარებაში მოყვანილი იყო იგავი რომ მეფე პატიჟებს ხორცში ხალხსა და ბევრი მოიმიზებს მეო ცეული უნდა მოიყვანო მეო სახლი მაქვს ასაშენებიო და მეორე მესამე დღეს მიწამა მოსახნავიო და საშინაასი რა იგავის რომ ბევრი არის რომ მოწოდებულიო და ბევრი არის რომ მოწოდებულია და ცოტა არის რომ ჩინებულიო რას ქვია აი ჩვენ ვინც ქრისტიანები ვართ ყველა მოწოდებული ვართ ღვთისგან მაგრამ ბევრს არ ახსოვს ღმერთი ბევრს ავიზდება ღმერთი როგორც ახლა 10 კეთროვანი საჭირი ხონდა განკურნაო ღმერთაო და მადლობის გამოსახადად მადლობეთი დაბრუნდაო და ასევე ჩვენ თავს დაუკვირდეთ შეიძლება ჩვენ ლოცულობდეთ მარხულობდეთ ვეზიარებოდეთ და ჩვენში არ იყოს ღმერთი და საიდან გაიგება მას არის თუ არ არის თუ მარტო მოყვარები არ გიყვარს თუ მარტო თანამოაზრები არ გიყვარს თუ ასე იგი ტერშიც კი ტერიც გეწოდება ფიზიკური იქნება თუ სულიერი როგორც შობეს ეწოდება თავისშვილი არა აქვს მნიშვნელობა რა პოლიტიკური მოსაზრებისა რა ყოფაქცევისა ან რა წარსულისა ამას ქვია ადამიანური სიყვარული მშობლისა შვილისადმი როცა მადლია შენში მაშინ ყველა გიყვარს როგორც უყვარდა გრიგოლ ფერაძეს თავიდან თუ ებრაელისთვის და მეოთხედ შევიდა ებრაელისა გამო ამას ქვია ღვთის მადლი და ეს მადლი არ მოგაკოთ ღმერთმა წმინდა მამების ლოცვით წმინდა მამები კიდევ არიან მამამთავრები რომლებიც ცხოვრობდნენ ძველ ათქმაში ასე ქვია ქრისტეს შობამდე როგორც ახლა პრემიერ-მინისტრი უფროსი შეიყვნენ ისინი უფროსები ებრაელი ხალხის და იმათოს წმინდა ხალხი და მეფის დანიშვნამდე სანამ მეფე ეყოლებოდა ებრაელებს წმინდა წერილი მარტო ებრაელებს ჰქონდა და ყავდათ მამამთავრები და იმათი ხსენების დღეა დღეს იმიტომ რომ შობამდე წინა კვირას ყოველთვის არის მამამთავარ და აბრაამი იყო ისააკი იაკობი იყო თუ ბენიამინი იყო სხვა წმინდა მამები რომელთაც უსმენდა ღმერთი და ბედნიერი ეს ბავშვები რომელთაც მორწმუნე მშობელი ყავს იმიტომ რომ თუ ჩვენი ბავშვები გაიზრდებიან ხშირად ვამბობ ქრისტიანი მოთმობებით და ცხოვრებებით მამამთავრების ცხოვრებით წმინდა წერილით ეს ძველი იქნება თუ ახალი ერთმა იქნება და განსაკუთრებით ქრისტიანები როა დაკითხულია ქრისტეს შობა უნდა ვკითხულობდეთ სახარების გამარტებას საბავშვო ბიბლიას და ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს ქრისტე იმედი უნდა იყოს მარტო ღმერთი იმიტომ რომ ადამიანები მოგდოები არიან და ეს ქვეყნები ძლიერი ქვეყანა იქნება თუ ფული იქნება ფული წამში გაქრება ძლიერი იმპერიები იყვნენ და აღარ არიან და გარდაცვალების შემდეგ დარჩება ის რასაც ვფიქრობთ და რა მდგომარეობაში ვართ და გადაცვალებას ვერ ახსნებით თუ რა მინდა თუ გაქვს სიძულვილი და ეს არის პედავ ხალხში სხვა აზრისა გამო ამ ტერისა გამო რა ქრისტიანი ხარ მაგრამ მეგობრებო მორწმუნეებზე ვის სანდეს და ეზიარება წმინდა მამების ლოცვით ღმერთმა გნასო ღმერთმა მოხდეს სიყვარულის ნიჭი რომელიც გადაგვარჩენს და უნდა ვიცოდეთ რომ ყველა რევოლუციის თავი არის ეშმაკიდან ნუ შეესწრებით ახალგაზრდები ვის მოგეჭოდეთ რევოლუციისკენ ესაც იცავს რომ დაიყვაროს ვის ქართულმა ქართულის სისხლი დაგვიფაროს ღმერთმა გვაშოროს ბოროტებისაგან ღვთის მადლითა და წყალობითა ჩვენთანაც ღმერთი